მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. გაშლა გვექნება ერთვარიანზე. რა თქმა უნდა გავშლით თქვენს პარტნიორზე. და არსასჩევი არაფერი არ არის, ხო? იმიტომ რომ ერთვარიანზე გვაქვს გაშლა. განაწყოთ გაშლისთვის, უბრალოდ მოახდინეთ თქვენი პარტნიორის ვიზუალიზაცია, წარმოთქვით მისი სახელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტო, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და ისევ განაგრძოთ ყურება. შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ და ვნახოთ რა ხდება თქვენს პარტნიორთან. ალბათ უფრო ფიქრი გრძნობა, მოქმედება, რაღაცა ესეთი ნახოთ გაშლა თვითონ რას გვიჩვენებს, ხო? რა ხდება თქვენთან. იცით რა არის, ეს ადამიანი არის პიროვნება, რომელიც თქვენ გაღმერთებდათ, რომელისთვისაც თქვენი ყავით, არ ვიცი, დედა-დედოფალივით, ყავით ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, ყოველ შემთხვევაში წარსულში ესე შეიძლება ესეც ეხლაც ესეა. ნახოთ, ხო? მაგრამ ეს ადამიანი არის მზად, რომ თქვენ დაგითმოთ ხოლმე ყოველთვის პოზიციები. მას თქვენს მიმართ გრძნობები აქვს ინტერესი თქვენს მიმართ, უბრალოდ თვით რა არის, რაღაცნაირად არის თითქოს გაციებული, არ ვიცი, აი რაღაცა იმის გამო ხომ არა, რომ რაღაცა დანაშაული აქვს, იმის გამო ხომ არა, რომ რაღაცა ესე მიქარა, ბოდიში ამ გამოთქვისთვის თქვენთან და ეხლა ცდილობს კი არა, ეს მასზე აისახება. თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ის გაციებულია თქვენს მიმართ, მაგრამ ის უბრალოდ შეიძლება რაღაცას მალავს და ნერვიულობს და მართლაც აქ ადამიანი თითქოს ცდილობს, რომ მოვიდეს თქვენთან, ბოდიში მოიხადოს, ხო, რაღაცნაირად თავისი საქციელი გამოასწოროს. ეს ადამიანი თვით როგორ არის, თქვენ მისთვის ძალიან საინტერესო ხართ, მას ძალიან იზიდავთ და ძალიან მიმზიდველი ხართ მისთვის, ამ პიროვნებისთვის და თვით თქვენთან ურთიერთობით რაღაცნაირად თითქოს ეს ადამიანი ეგოს იკმაყოფილებს. გარდა ამისა, აქვს ერთგვარი ნდობა კიდევ თქვენს მიმართ, ხომ? და სავარაუდოდ უნდა კიდევაც თქვენთან რაღაცაზე საუბარი მას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ რისკავს ამას, იმიტომ რომ თქვენ ცალკეთ გახართ, ის ცალკეთ გას, ანუ რაღაცნაირი ნდობის მომენტი აქ დარღვეულია, თითქოს აი ბოლომდე არ ეხსნება, ბოლომდე არ ლაპარაკობს, რაღაცას არ ამბობს თქვენთან, რაღაცა სათქმელს არ ამბობს თქვენთან. რა არის ეს, რა აწუხებს მას ესე ძალიან? დიდი ალბათობით აწუხებს ისევ ის, რომ გაწყენინა თქვენ, აწუხებს ისევ ის, რომ რაღაცნაირად გული დაგწვირათ. ძალიან აწუხებს მას ეს მომენტი და ეძებს გზას, როგორ გამოასწოროს მდგომარეობა, უბრალოდ ამ გზას ეძებს შორიდან, იმიტომ რომ რეალურად თან ცოტა არ გამოსდის ისე, როგორც უნდა გამოსდიოდეს და როგორც უნდა მას რეალურად, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება აქ. იმის ნაცვლად, რომ რაღაცა გამოასწოროს, ხო, რაზეც ნერვიულობს და უნდა რომ რაღაცა გამოსწორება იყოს და ცვლილება იყოს სასიკეთო, ხო? ამის საწინააღმდეგოდ იქცევა და აი რაღაცა იმ კავშირსაც წყვეტს თქვენთან, რაღაცა აი ერთობას, რაღაცა ძაბს, რაც აკავშირებს თქვენთან, ამასაც თავისი ხელით წყვეტს. ზოგადად ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, თვლის, რომ თავს აი მაქსიმალურად შეუძლია საკუთარი თავის გამოვლენა თქვენთან. ამიტომ თქვენთან მისი ურთიერთობა მისთვის ძალიან დიდ კომფორტის ზონას წარმოადგენს. მაგრამ აი ხო გეუბნებით, ისევ და ისევ თვითონ წყვეტს აი ამ ძაბს, რომელიც გაკავშირებს თქვენს. რატო აკეთებ ამას? რატო წყვეტ ამ ძაბს? არ ვიცი, რაღაცა სიმძიმეს გრძნობს კიდევ პლუს ამას. შეიძლება ეს იყოს იქიდან გამომდინარე, რომ აი მას რაღაცა დანაშაულის გრძნობა აქვს, ვერ პატიობს შეიძლება საკუთარ თავსაც, ან რაღაცა სიტუაციიდან ვერ ძვრება, ვერ გამოდის რაღაცა სიტუაციიდან და გონია, რომ შესაბამისად მან საკუთარი თავი უნდა დასაჯოს. ხო, რაღაცნაირად ის, ანუ ეს რაღაცა უფრო ქვეცნობიერის დონეზე მიდის ეს მომენტი, იმიტომ რომ სიმძიმის დონეზე, სიმძიმე არის აქ, იმიტომ რომ
თქვენთან რეალურად ამ ადამიანს ურთიერთობა უნდა, თქვენთან ყოფნა უნდა ამ ადამიანს, მაგრამ აი რაღაცა სიმძიმიდან ვერ გამოდის. რასაც რატომღაც არ გვიჩვენებს, რა არის ეს სიმძიმე, გითხარი რა არის ეს, რას უკავშირდება ეს სიმძიმე. ნუ არ ამბობს, არ ლაპარაკობს. ალბათ თვლის რომ მოვადრო და მერე ვილაპარაკებთ. თან იცით რა არის, თითქოს მას კიდევ ვიღაცა აკონტროლებს, აი არ ათქმევინებს თავის სათქმას, კიდევ აი ეს მომენტი არის აქ. თითქოს არის პიროვნება, რომელიც მას პირს უკუმავს, აი წყალში პირს უგუბებს და არ ალაპარაკებს მას, იმიტომ რომ აქ უკვე მეორეჯერ ამოგვივიდა, რომ მეორეჯერ კი არა, სამჯერ ამოგვივიდა, რომ მას თქვენთან საუბარი სურს, მას უნდა რომ რაღაცეები აგიხსნათ, რაღაცეები გითხრათ, მაგრამ არის პიროვნება, რომელიც მას აკონტროლებს, რომელიც მას ფაქტიურად უგრძალავს თითქოს, რომ ხმა არ ამოიღოს, რომ არ ილაპარაკოს. ეს რა თქმა უნდა შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, შეიძლება საერთოდ სხვა პიროვნებაც იყოს, ნუ რაღაცა ამოხდა. შეიძლება იყოს მაგიის გამოყენებაც, რადგან არკანი თვითონ ამოგვივარდა მთვარე და ამ ნეგატიურ კონტექსტში დაგვეცა თან, ხომ ესე? შეიძლება ვივარაუდოთ კიდევაც, რომ აქ მასზე რაიმე მაგიური ზემოქმედებაც იყოს, ხო? კი, არ არის გამორიცხული, ნახეთ, იმიტომ რომ აი პირდაპირ თითქოს თქვენ ცდილობთ, რომ აი ბიჭო ამოთქვი და თქვი ბოლოს და ბოლოს, ხომ? თქვენ თვითონაც გრძნობთ, რომ ეს ადამიანი არის წკიბზე, ხომ? რაღაცნაირად უნდა რომ ილაპარაკოს, უნდა რომ ახსნას რაღაცა გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს, არ მიდის, არ დგავს ნაბიჯებს და თვითონ თქვენც აი ძალით გინდათ, რომ აი ამოაღებინოთ ეს სიტყვები პირიდან რაღაცნაირად ათქმევით, მაგრამ არაფერიც არ გამოდის, ხო? სამწუხაროდ და აშკარა არის, რომ ვიღაც ან რაღაც მას ძალიან როგორ თქვა, უშლის ხელს და აჩუმებს, არ ალაპარაკებს მას. რამენაირად თუ იმოქმედებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში. უფრო წარსულისკენ იყურება, უფრო მონატრების მომენტი აქვს, ოცნებობს ჩახუტებაზე, მოფერებაზე, თქვენთან ერთად ყოფნაზე, მაგრამ ხო გეუბნებით ისევ და ისევ, აი თითის დაქნევით ელაპარაკება მას ვიღაცა. აქ არის ვიღაცა პიროვნება, ვინც მას არის რაღაცა სიტუაცია, რაც მას აიძულებს, რომ აი ესე მოიქცეს თქვენთან. არის სიტუაცია, რომელიც აი ცოტა გავიკოვილი სიტუაცია არის. ნუ საჯარო გაშლა არის ახლა ეს, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ, შეგახსენებთ, მაგრამ ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ჩემთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩაეწეროთ, 511131818 WhatsApp-ში და Viber-ში შეგიძლიათ მომწეროთ, არ მირეკავთ და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდზე. ხო, არის, ნუ მონატრება აქვს ამ ადამიანსთან. აი თითქოს იცით როგორ არის გვერდზე გიზით და მაინც ენატრებით, გვერდზე გიზით და მაინც შორს არის თქვენგან, ხო? სადღაც ფიქრებით, გონებით, აზრით, სადღაც შორს არის. მოქმედებით ვერა, ხო? და ესე ოცნებობს, მხოლოდ ესე ფიქრობს და ასე შემდეგ. აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა ჩემო ძვირფასებო. ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებდა კონკრეტულად თქვენ საკუთარ ისტორიის შესახებ გინდათ, რომ გააკეთოთ გაშლა, ყველგან წერია ჩემს საკონტაქტო ინფორმაციამ, წერთ, არ მირეკავთ 511131818 ან ტარო სამყაროს Facebook გვერდზე შეგიძლიათ მომწეროთ. მეუღლებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ. მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე ყველას.